დღეს მე ვიმოგზაურებ საქართველოს გარშემო ჩემი ცხენით და სამეგრელოდან ჩამოვალ თბილისში. გავივლი 400-მდე კილომეტრს, 100 მეტ სოფელს და 10 დღე ვიცხოვრებ კარვით. ვნახოთ თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები რამდენიმე საუკუნის წინ. ეს იქნება ყველაზე რთული ჩელენჯი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. და ვნახოთ როგორ შევძლებ 10 დღე ცხენზე ჯდომას. წავედით. ცხენით მოგზაურობ. თავგადასავალი, რომელსაც ჩვენი წინაპრები სულ რაღაც 150 წლის წინ თითქმის ყოველდღე აკეთებდნენ, ხან ტელეფონის მოსაკლავად, ხან კი უბრალოდ ქალაქიდან ქალაქში შესასვლელად. უბრალოდ კარგად დაფიქრდი, სულ რაღაც 150 წლის წინ ჩემი და ალბათ შენ დიდი ბაბუაც სწორედ ამ ხერხით გადაადგილდებოდნენ შორ დისტანციებზე. და როგორი იქნებოდა ცხოვრება ერთ დღესაც რომ მანქანა ან თვითმფრინავი არ გამოგვეგონებინა. ეს არის ჩელენჯი, რომელზეც ყველამ გამაფრთხილა რომ არ გამერისკა და მოდი ჩამოვთვალოთ დაბკოლებები, რომელთა გადალახვაც მომიწევს იმისთვის რომ თბილისამდე ჩამოვაქციო. 350 კილომეტრზე მეტი უნდა გავიარო ჯერ სიცხეში და მერე თქეშ წვიმაში. ეს რა წვიმა, ხალხო, უბრალოდ ჟინჟლავს. არვით ღამეები უნდა გავათიო ტურებთან და სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან ერთად. აი ჯვარი რო ასვია, მაგ არიან ხოლმე ტურები. გადაყოლებაზე შეიძლება ხებიო ეხლა. შევასრულო ჩემი კუბოდან ამგვარი ძმაკაცის გიგი ქათამაძის მიერ მოცემული დავალება, ვებრძოლო ცხენზე გაბოროტებულ ძაღლებს და რაც მთავარია, შევძლო და ამდენი დღე ცხენზე ვიждდე, რადგან ქალაქში მცხოვრები ადამიანის კუნთებისთვის ეს დიდი გამოწვევაა. თუმცა მე რისი ბიძი აჯი ვარ თუ ეს ამბები შვილიშვილებს არ მოვუყევი, ამიტომ ჩემი მოგზაურობა ჩხოროწყუს რაიონს სოფელ მუხურიდან დავიწყე და სწორედ აქ გავიცანი ჩემი აწუկეს საუკეთესო მეგობარი ვასიკო, რომელთან ერთადაც ეს რთული დავალება უნდა შემესრულებინა. მოკლედ მოვედი ხალხო, რომ ჩემი ცხენი გავიცნო. ამას ქვია ვასიკო. ვასიკო, მიესალმე? მოგესალმათ, კიო, მე ვარო ვასიკო ვარო. და მე და ვასიკო ვიმოგზაურებთ ერთად. მოკლედ ჯერ არ მომეგობრება დიდად, მაგრამ დავმეგობრდებით, მე უეჭველი გზაში რა ნერდება რა. ხო დავმეგობრდებით ბიჭო. კიო, თქვენ ახლა არ იცით, მაგრამ კი მითხრა რა. დავმეგობრდებით ესე. იმისთვის კი რომ ვასიკოს ეს 350 კილომეტრი წარმატებით გაევლო, აუცილებელი იყო რომ კარგი ნალები ჰქონოდა. და ჩლიქების გაწმენდის და ნალის დარტყმის ამ ძალიან სასიამოვნო პროცესს TikTok ედიტების მერე უკვე ჩემი თვალით ვუყურე. ეხლა მიმდინარეობს ხალხო ჩემი ცხენის ნალების დაძრობა და დაჭედვა და მაგ ვიდეოს ძირითადად TikTok-ზე ვუყურებთ და მაგრამ სიამოვნებდა და ეხლა წამო აქედან ლაივში განახებთ როგორ ხდება ეგ ამბავი. აი აქ არის ჩემი ცხენი და ნალის ჭედვის პროცესმა კარგად ჩაიარა და რა თქმა უნდა სუფრაზეც გადავინაცვლეთ რომ ჩემთვის გზა დაელოცნათ. ბარდალი გა დიდარი ხუღარ, ხარიდი არა ხარ. Pero algo zanzebo ძიმა, ალაგო ზოასო თუმცა რადგან თვალი ცხენზე ჯდომა ჩემს გეგმებში არ შედიოდა, გადაწყვიტე რომ ცოტა განმექარვებინა და თან გაუგრილებულიყავი კიდეც. და მდინარეს მივაშორე, სადაც კიდევ ახალი და ძალიან კარგი ხალხი გავიცანი. სანამ ძალიან ცხელა და ჩემი ცხენი ისვენებს ხალხო, აგერ მდინარეზე ვაპირებ რომ გავგრილდე და მოვდივარ. სახელი გახსენე? უთასთან ერთად მოვდივარო. სოფელში არის ერთი ტოპ-აქტივობა მდინარეში ჩასვლა რა. თუ არ გამოგიცდიათ რა გამოცხადდა. კარგად გელას გაგი. წავედით. დაფხუსი კი თუ ცივმდინარეში არ გადამხტარ ხარ, ამ ვიდეოს მერე აუცილებლად სცადე, რადგან მაგაზე ცოცხლად თავს ცოტა რამე თუ გაგზნობინებს. ხო და ამაზე კარგ ადგილას სად გითხრათ ეგ რომ ადამიანი არ არის გაჩენილი რომ იყოს ოფისში რა. ანუ ეს როცა არსებობს გარეთ როგორ შეიძლება რომ ოფისში იყო ბედნიერი და მთელი ჩემი YouTube-ზე მუღამი მინდა რომ ეგ იყოს სამომავლოდაც რომ მაგაში დაგარწმუნოთ რომ შეგიძლიათ თქვენს რომ წამოხვიდეთ ოფისებიდან და რავი, ან აქ იმუშაოთ, ან არ იმუშაოთ და უბრალოდ ბედნიერები იყოთ და ეს საქმე აკეთოთ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ გაჩენილი იმისთვის რომ ვიყოთ სადღაც აქ, ტყეში, მდინარესთან ახლოს ბუნებასთან და არა 4 კედელში რომ ვიჯდეთ დილას აღავამდე, მაგრამ ბედნიერება რთულია რომ ნახო. ჩემს ბრძნულაზრებთან ერთად კი მდინარეზე ადამიანების რაოდენობაც იზრდებოდა და დალევას ვერც აქ ავწვდი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ერთი ბოთლი ლუდი ცივმდინარეს ძალიან უხდება. მე არის ხოლმე რომ ბედნიერებას ვეძებთ რაღაც სიმთულეებში. აი მარტივია. აქ კი ბიჭებმა დამაჩელენჯეს რომ ამ ხიდიდან გადმოხტარიყავი და მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის ძალიან მეშინია, უკან არ დავიხიე და ხიდისკენ ყველანი ერთად გავეშურეთ. რადგან ეს სწორედ ის მოგზაურობა იყო, სადაც ვიცოდი რომ ბევრჯერ უნდა გამერისკა. ნახდი ქართული მოგზაურობა ვარ. ბიჭებო როგორ ახართ? ჰა? უკანზია. რა კაცი ვარ? ხოდაფიტია ხო? ხიდის სიმაღლე ალბათ 15 მეტრი მაინც იყო და იმედი მქონდა რომ ცხენზე დაждდომამდე სხეულის რომელიმე ნაწილს ამ მდინარეში არ დავტოვებ. მაგრამ ეს იდეა. გენაცვალეძა. ხო, ზოგჯერ უნდა გადახტე. ოღონდ თქვენ რო იფიქრეთ მაგაზი არა. ხიდიდან უნდა გადახტე. აუ, სიგიჟე იყო ჩვენში, აი ნახეთ. ეხაც რომ ხედავ რატო გადავხტი არ ვიცი, ანუ
ბენზინი გადავდივარ მეშინია. თუმცა უკვე დრო იყო რომ სენაკისკენ გზას შევდგომოდი და სოფელ მუხურს აი აქ დავემშვიდობ. უკვე საღამოა რა და დღეს ღამე უკვე მარტო მომიწევს რომ ღამე გავათელო ჩემს ცხენთან ერთად და ცოტას ვღელავ, იმიტომ რომ პირველი ღამეა მაინც და ნახოთ რა იქნება. აგერ ეს კაი ადამიანი დამეხმარა ამ კარგი ცხენის პოვნაში და მადლობა ძალიან დიდი. აბა წარმატებები და ღმერთი შენსკენ. წავედ. აი იქ სადღაც ტყე მიდის, იქ მიუყვები. აბა ჰე. აბა მაგალითად. ავეთ. მე მოვითხოვ რომ Google Map-მა დაამატოს, რომ ცხენით რამდენ ხანში შეგიძლია რომ გაიარო რაღაც კონკრეტული კილომეტრაჟი. ხო არის მანქანით. ხო არის ფეხით, გემით. ხო და რატო არ არის იმით რა ქვია? ცხენმა რა დააშავა? დაამატონ აუცილებლად. უნდა მივწეროთ. თქვენს მოთაგეთ ყველა Google Map-ის ადმინისტრაცია. აბა თქვენ შემოგვიყვებით. ჩემი გეგმა კი მდგომარეობდა შემდგომში, რომ სოფელი მუხური და ჩავსულიყავი სოფელი იქში და იქიდან შემოვლითი გზით მეორე დღეს ჩავსულიყავი ნოქალაქევში. ძლივს მაღაზია ვნახე ხალხო და წყალზე მაგარი ცივზე ეს არაფერია. მოსაღამოვდა მეგობრებო და მე და ვასიკო ეხა ვეძებთ რომ გავშალოთ კარავი. ეს არის პირველი ღამე მარტო ტყეში, ჩემს ცხენთან ერთად რომელსაც ქვია ვასიკო. და არ ვიცი, რაღაცნაირია, მაგრამ ალბათ ამ დღეში უკეთესი გახდება. ესე გამოიყურება ჩემი კარავი, ღამე მარტო ვარ ეხა ტყეში, სადღაც არაფრის შუაში. სამეგრელოში და პირველი გამოცდილება არ არის თორსა მარტო ვარ ტყეში, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც რაღაცნაირი გზობა დიდი ხნის მერე როცა მარტო რჩები საკუთარ თავთან სადღაც ტყეში. იქით ჩემი ცხენი არის, ალბათ ეხა არ ჩანს, მაგრამ მე კიდევ უკეთ განახებ. ეხა კოცონს დავანთებ და კარტოფილებს შევწავ, წავედ. აი ესე მაღლა უნდა იყოს მიმართული ხისტოტები ყოველთვის, რომ კარგად წაეკიდოს ცეცხლი კოცონს. და რაც თავარია, ცოტა მოშორებით დავდგათ კარვისგან. ღამე ტყეში ყოფნისას ბევრ ამეზე ფიქრობ და კიდევ უფრო მეტი რამის ხმა გესმის. ღამე გაღუძებული ყველა ცხოველის თუ არსების ხმა, რაც შენი სმენის რადიუსშია. მე კი ხშირად ამ გენიალურ სიტყვებზე ვეფიქრებოდა. For the night is dark and full of terrors. თუმცა ცეცხლი არის ის, რაც მხოლოდ ადამიანებს ყავს მოთვინიერებული და კარგი კოცონი 7 ღამის გარანტია. 7 ღამეს კი კარგად გამომწვარი კარტოფილი უხდება და მეც ლაქშერი ცხოვრება მოვიწყე ამ 10 დღიანი მარტოობის პირველ ღამეს. ესე გამოიყურება მოკლედ ეს შემწვარი კარტოფილი, აი ესე ნახეთ, აია, გამომწვარი უბრალოდ. კაცხილია. აუ მართლა უგემრიელესია, просто აი თუ არ გადასინჯავთ ჩემი რეკომენდაციაა რომ გასინჯოთ ძალიან გემრიელია. მილიონი რაღაცა არსების ხმამესმის გარედან და დავიძინო. იმიტომ რომ ხალხ ძელი გზა მაქვს გასავლელი. ხო და აბა თქვენ იცით, ძილინების საიმედია ხალ გავიღვიძებ და ამე ღამე არ გამოვიცებს. დილამშვიდობისა ხალხო. საშინო მეძინა. Oh, hello my boy. აქ არის ჩვენი ვასიკო. სიმართლე რო გითხრათ, როცა ეს მოგზაურობა გადავწყვიტე, მაშინ არ დავფიქრებულ ვარ იმაზე, რომ ყოველ დღე მომიწევდა კარვის დაშლა აწყობა, ცხენის შეკაზმვა, ყველა ნივთის მოგროვა და მილიონი სხვა რამ, რასაც ყოველდღიურად მინიმუმ 1 საათი მაინც მიხქონდა 10 დღის განმავლობაში. ჯერ დღე არ დამიწყია ხალხო და უკვე მაგარი გაოფლილი დასაბანი ვარ. სანამ ესენი ჩავალაგე ყველაფერი აი სახი გამწვրա იმენა. ეს კიდე არის პარაოლი, რომელიც იბერება და რომელზეც შედარებით რბილად დაწვევი რამე, რომ შენს წელზე და ზურგზე იზრუნო. და ჩემს წელზე და ზურგზე ზრუნავს კემპშიარი, რომელსაც დიდი მადლობა რომ იზრუნეს როგორც ჩემზე, ასევე ჩემს ფოლოვერებს, რომელსაც მე უყვარვარ. მადლობა კემპშიარს ძალიან დიდი. აქ კი მეგობრებო, ჩემი მესამე ჩაკნა გავხსენი და ცხენის ტარებასთან ერთად დრონის ტარებაც შევითავსე. მეორე დღეს ჩვენი გეგმა ესე გამოიყურებოდა, რომ უნდა ჩავსულიყავით ნოქალაქევის გოგირდის აბანოებზე, რომელიც ჩემი უსაყვარლესი ადგილია სამეგრელოში. თუმცა გზაში მრავალი საათი მარტო ყოფნა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე მე მეგონა. ეხლა რომ ვინმე მყავდეს რომ მელაპარაკებოდეს, ბევრად კარგი იქნებოდა ალბათ. ესე მარტო რო არ მივდიოდე. საშთა ნახეთ, აი მე ტყეში ვარ სადღაც. ამის მერე წავალ ცხენით ევროპაში. ჩერეს თურქეთით გადავალ. ან ვაფშე ჩერეს მექსიკით გადავალ ამერიკაში. ცხენით. მოგოებო, რომელს გამოგიაროთ მომავალში ცხენით, დამიწერეთ კომენტარებში. და მე და გიგი ქათამაძე შეგარჩევთ ერთად, რომელს და გამოგიაროთ. თუ გიათ ერთად გამოგივლით დაჟე კინაღამ რაღაც. ჩვენ გვაქვს მარტოობის 4 საათი. ამიტომ უნდა ვიმღეროთ, რომ საკუთარი თავი გავარდოთ. Quieres ese hombre
na 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 mucha na 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 არა ოვასი რატომ გავიხადე რადგან ცხელა ძალიან ცხელა აღარ შემიძლია თქვენი აზრით ეხლა რომ ლეღვის ნახაში წავისვა როგორი გამოცდილება იქნება ხო მე მგონი მზემ დამარტყა და ვიბრიდები ესე აყლი ოზის მე-1000 ფაზაში ვარ მერე რომ არ გეთქვათ რაიმე ქართულის გემღერაო აი იმ ერთადერთისთვის მიძღვნილი ქართული სიმღერა რომელსაც აი ამ ცხენით უნდა გავუარო შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი სად გეძებო აი რა შორს სახვედი რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო შენს ეზოში გადარგული ხევიყო და ესე სიმღერით და წვალებით ჩავედით მეორე დღის დანიშნულების ადგილას. მეგობრებო, გზაზე გამოვედი, აქედან ჩავდივარ ტეხურაზე და როგორ მიხარია, რომ ცივილიზაციაში მოვედი. გამახანები. ხალხი მესალმება, ხალხო, რა მაგარია ადამიანების დანახვა. აბა ქვემოთლა და ურა კარგი მდინარის ჩანჩქერი ისმის ჩუჩკუ წავიდა აბა ნოქალაქევში ეს ბუნებრივი ცხელი წყალი ტეხურას ხეობა და მათი იდეალური სინთეზი გულგრილს ვერცერთ მახვილს ვერ დატოვებს და მეც ერთი სული მქონდა როდის გავგრილდებოდი ამ ციუ მდინარეში მაგრამ იქამდე ცხენი უნდა დამებანაკებინა, რასაც ჩემი აწუკვე კარგი მეგობარი ვალიკო დამეხმარა. ესეთი კარგი ადამიანი გავისანი მოლდოვიდან, ვალიკო. Say hi. გამარჯობა. და მეხმარება რომ ცხენს აქ პატარა ჭრილობასაც წამოვიყვანი და რუარ დააჯდნენ კოღოები მის წამალს მათლებს რა, ძალიან кайფია. ალბათ დღეს ერთად დავპარკინგდებით აქ სავარაუდით რა. და უფრო კარგად გავასწავლოთ მე ამ ადამიანს. მოგზაურობის თავი მუღამის ეგაა რომ კარგ ახალ ადამიანებს იცნო. ვალიკო and ვასიკო. beautiful creation. ეხა დაასხა ცხენს რაღაც რომ ეს წერები აღარ მოეკარონ რა. დაეხმარება. ამის მერე ბევრი აღარ დამიყონებია მდინარეში თავით გადავეშვი და მთელი დღის დაღრილობა სადღაც უკვალოდ გაქრა. ვალიკო კი ნამდვილად არის ადამიანი, რომლისგანაც ბევრი რამ შეიძლება რომ ისწავლო. ეს ბიჭი მოლდოვიდან საქართველოში ჩამოვიდა და ტეხურას ამ ხეობაში კარვით ცხოვრობს. რადგან ღმად სჯერა, რომ ადამიანის ადგილი ბუნებაშია და არა ბეტონის ჯუნგლებში. ცივი წყლიდან კი ცხელი გოგირდის აბანოში გადავინაცვლეთ. აქ არის ცხელია. დედას მიცავარ. ანუ ქვემოთ არის მდინარე ტეხურა ხალხო. ზემოთ ამოდიხარ, აქ არის ცხელი წყლის აბაზანი. ანუ ეს არის საოცრება. ვალიკო მაგარია. აუ აი ძალიან მაგარი. თან ცხეზე ხო თელ დღეა ვზივარ და ეხა აქ რო ჩამოვედი ამ თბილ აბაზანაში ეს არის საოცრება ხალხო და ტრალალელო ტრალალა. ცხელი წყალი სწორედ ამ ადგილიდან გროვდება იმ ხელოვნურ აუზში, რომელშიც ცოტა ხნის წინ ვიჯექით და მისი ტემპერატურა აუზში დაახლოებით 40-50 გრადუსია. თუმცა ამ ადგილას შესაძლოა მისი ტემპერატურა 100 გრადუსაც კი აღწევდეს. მოკლედ ძალიან კარგად მოვეწყე, ვიბანავე, ცოტა დავისვენე, ცხელი წყლის აბაზანების მივიღე, კანიც გავისუფთავე, ცოტა კი დავიწვე, მე მგონი, აქ მე მგონი მეტყობა არ ვიცი. ამ ადგილას, მაგრამ ეგ არა უშევს. ეხლა მთავარი ტენტი გავშალოთ და საღამოსთვის მოვეზოდოთ, იმიტომ რომ კარგად მიდის ძალიან ყველაფერი. ხო, ცხენი აქ არის, კარგად არის, ვიცი, ბევრი ღელავთ ცხენზე და არ ინერვიულობთ, არაფერი არ მოვა. კარგად იქნება. თუმცა აქ ჯერ არ ვიცოდი რომ მომავალი ერთი კვირა წვიმაში დაალპობა მიწევდა და ამის გარდა მილიონი სხვა დაბრკოლების გადანახვა. ამიტომ არ ხეინად შლიდი კარავს. ჩემი კარავი კემპში არის მიერ მოცემული, რომელიც იდეალურად დააკვდება ამ ადგილს. დამიჯერეთ კარგამინჩი კარვის გაშლა ძალიან სასიამოვნო პროცესია. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი მის დაკეცვაზე. ამას მე კარგად მოჭიბავ, ეხა ჯერ მეზარება მოჭიბავ და ეგ არის. იქა გვაქვს მოსაჭიმის საშუალება. და სანამ მესამე დღის მარშრუტზე, ნატკენ ხერხემალზე და დარჩენილ 8 დღეზე ვფიქრობდი ეს უსაყვარლესი ბავშვების გამოჩნდა, რომლებმაც მიცნეს. მაგრამ თან ბოლომდე ვერა. აბა, კუბოსუდან ნახი გაქვს? შენ არ გახარ მათყუები. არა, მათყუები. ვინ ჩადეს აბა კუბოში? ეგ ვერ დავინახე. ეგ ვერ. საყვარელი. გიგი ჩადეს კუბოში. ვინ ჩადო? რა ქვია? აქა ვარ ბიჭო, რა ქვია? რა მაგარი კაცები.
მიდი უთხარი რა უნდა ქნან? მოიწერა. ოჩა, ჯიგრები ხარ. მოიცა ჩაატყით თქო. არ გამოიძერ. შეიძლება. ეგა, ჯიგარი ხარ. დავაი ესე. გამოიწერეთ არხი. ჯიგარი ხარ. კარგი ბავშვები ხარ. ძალიან საყვარლები არიან. დღეს ვერამდენებ მოვიდა, პროსტა ყველას ვერ ვიგებ რა და მიხარია რომ მოდიხარ ხოლმე, ჯიგრები ხარ ყველა. საღამოს კი მე და ვალიკომ სხვა კემპერებიც გავიცანით და კარგი ბარბეკიუც მოვხოდეთ, რაც დღის საოცარი დასასრული იყო. გაუმარჯოს? გაუმარჯოს. აბა, ძილინებისა ჩემი ყველა ხალხო, ხვალ ისევ აგიდუნდებით. თუ დღესაც რამე ნახშენი ჩამა. აბა თქვენც შემოგავიეთ წავიდეთ. დღე ტრადიციულად დაიწყო ვასიკო მოვინახულე, მე შევკაზმე, უფრო კარგად შევკაზმე, კბილების გამოვიხეხე და დავადექი მესამე დღის ძალიან გრძელ მარშრუტს მოქალაქეიდან მარტვილის კანიონამდე. ამ დღეს კი ყველაფერს ჩემი კარგი მეგობრის გიგი ქათამაძის ჩელენჯი ართულებდა, რადგან მთელი დღე 0 ლარით უნდა გადავჩეილიყავი. ეს ვიდეოც უკვე ატვირთულია YouTube-ზე და შეგიძლიათ რომ ნახოთ. თუმცა იღბალი აშკარად ჩემსკენ იყო და გზაზე გასვლიდან მალევე გამიჩერეს და ბულკებით დამასაჩუქრეს. აგერ მიცნობ ადამიანმა გააჩერა ეხლა მანქანა და მოდესა ფოტო გადავიღოთ. ჯიგარი. როგორ? დავით, ავიღებ. გამარჯობა. მე აჩი ვარ ვაი. ჯიგარი ხარ? არა. დავაი, ჯიგარი ხარ შენ? ესე ხარ თამაშობ რთულია სადა. ბავშვობის გემი ვარ, მე რა. სოვიეტ იუნიონი. ასწორებს რომ გამიჩერია რა. ბევრი მომესწორ მაგამდე, მაგრამ ამან იმენა გამიჩერია. წავედით. მოტივაციისთვის ძალიან კარგი იყო ბურგს. ჩდილს რომ ნახულობ ხალხო, ყველა ხის დამრგავს ვლოცავ. ეს არის საოცრება და ვისაც ხიარ დაგირგავთ, დარგეთ მეგობრებო. მე დარგული მაქვს ერთი ხე. კიდე დარგავ დედას ვიცავარ. ამის მერე სუხერს დავგავ. ხის დარგვა ყოფილა ძალიან მაგარი. ესეთი ამბებია მეგობრებო. ვასიკო არის ავტორი სხვათა შორის ამ ყველაფრის. ხელოვნების ნიმუშია რა, ნახე მაგარი. ამ ამბავზეა ზუსტად ნათქვამი აუტკივართავს ნუ აიტკივებო და როცა გაგრილება გადავწყვეტეთ, სწორედ მაშინ მოგვივიდა ვედა ვასიკოს ეს ამბავი. და რადგან ბარემ დასრული ვიყავი, ხიდიდან პირდაპირ ტანსაცმლით გადავხვდი წყალში. თუმცა იმისთვის რომ გიგის ჩელენჯი შემესრულებინა, აუცილებელი იყო რომ საღამოს საჭმელი მქონოდა. ამიტომ გავაკეთე ის, რაც ყველაზე ცუდად გამომდის ცხოვრებაში. ვითევზავე. მე კიდე წვალება მინდოდა ხალხო, მაგრამ მაწვალებს ეს გიგი ქათამაძე 0 ლარი ერთი დღეო და აი მოვედი რომ ვითევზაო. ესე ანკესიც აქამაკ რა და ნახოთ რას დავიჭერ. დავიჭერ თუ არა საერთოდ რამეს. მესმის იმ ხალხის ვამბობე გულზაობა აწდარებს ბერბერს აკნათა მასხარა პეტაშევეს. მართალი ყოფილა უვიცებს უმართლებსო და მეც შევძელი და რაღაცნაირად თევზი დავიჭირე. მართალია ოქროსი ვერა, მაგრამ საღამოს ძალიან გამომადგა რომ შიერი არ მომკვდარიყავი. დავიჭირე. ოქროს თევზი ვერ დავიჭირე მეგობრებო და ვერაფერს ვერ ვთხოვ, არა? მე მგონი რაღაცა თევზი არის, რა თევზია ეგეც არ ვიცი. საღამოს კი ტრადიციულად კარავი გავშალე, ჩემი ცხენი დავაბანაკე და თევზი ავაშამფურე და სიტყვაზე მენდეთ იმაზე გემრიელი გამოვიდა, ვიდრე მეც არ მოვიდგენდი. თუმცა სამწუხაროდ დილით, აი ესეთ ამინჩი გავიღვიცე. ეს რა წვიმა ხალხო, უბრალოდ ჟინჟლავს. საოცარი ამინდია. არა რა სველი კაცო მაგრადაო. და რაც ყველაზე ცუდი იყო, ინტერნეტში გადამოწვევის შემდგომ დავრწმუნდი, რომ კიდევ 6 დღე, ანუ ჩემს თბილისში ჩასვლამდე ზუსტად ესეთი ამინდი იქნებოდა ყოველ დღე. და ესე ტექნიკურად გადავედი ჩემ YouTube-ის მეორე ნაწილზე, თუ როგორია იარო წვიმაში ცხენით 6 დღე. ყველაზე ნაკლებად ალბათ ეს ვიტყოდა რომ გაწვიმებულიყო ამ მოგზაურობის დროს, მაგრამ ნუ რო არ მოგატყუოთ ამინდის პროგნოზი ვიცოდი. ნუ იმედი მქონდა რომ მაინც შეცდებოდნენ, მაგრამ საკმაოდ წვიმიანი ამინდი გაიჩნდა. გზაში ძალიან ბევრი ვიწვალე, რადგან მთელი გზა თითქმის გადაუღებლად წვიმდა. ამ დღეს კი გეზი იმერეთსკენ მქონდა და ქუთაისში უნდა ჩავსულიყავი. თუმცა უამიდობის გამო გავჩერდი და მეგრული სამზარეულოს დავაგემოვნე, რადგან ამ სამზარეულოზე ობიექტურად ვგიჟდები. თუმცა დრო ძალიან ნელა გადიოდა. ჩემი ტანსაცმელი კი ყოველ წუთს კიდევ უფრო სველი და მძიმე ხდებოდა. არა რა წვიმა ხალხო. ეს სინანულის ხელებია.
მიყვარს, ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მეხმარება ყველაფერს, შაბის გარეშე ახლა გავიგე. დავლპი იმენა ხალხო, აი ჩვეულებრივად დავლპი და კიდე რამდენი უნდა ვიარო, აღარ შემიძლია. ძალიან ცუდი აწუვაში არის. ცოტაც და იმერეთში გადავალთ, მაგრამ ნუ ამინდი არ იცვლება სამწუხაროდ, ისევ ისეთია, როგორც სამეგრელოში იყო. წარმოიდგინეთ, რამდენად სევდიანია მარტო ცხენზე წვიმს, სადღაც მიდიხარ შუა გზაზე, სადაც არავინ არ ყავს და ელაპარაკო და კიდე ალბათ 20 კილომეტრი უნდა ვიარო. და 1-20 ალბათ გამოვიარე. სამწუხაროდ ამ დღეს ქუთაისამდე ვერ ჩავაღწიე, მაგრამ მეორე დღეს ჩემს მშობლიურ ქალაქში დიდი ზარზეიმით შევედი. შენთან დაიგუდა, შენ სალებში დავიგლები. ქუჩები გახსავს სემუდამ, გოგონები ყვავილები. როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ თეთრხიძე ოდესმე ცხენით შემოვიდოდი იმ მიზნით, რომ მე აქედან თბილისში წავსულიყავი. ალბათ 17 წლის აბიტურიენტი აჩვენებს, რომ ეგ გეთქვათ, სიცილით მოკვდებოდა. მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და ვაკეთებ იმ ხალხისთვის, ვისაც უყვარს ჩემი კონტენტი. ამაში კი ქუთაისში კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დავწმუნდი. აი, აჩვენებთ, მოიც აშევათ, ცხელი, მოიც. იდი? ო, ჯიგარი. ქუთაისიდან კი გზას მოწამეთისკენ გავუდექი, რომ ეს ულამაზესი ადგილი თქვენთვის მეჩვენებინა, მაგრამ გზაში ჩემი მშობლები წამომეწვნენ, რომ მეც ვენახე და ვასიკოც ახლოს გაეცნოთ. აგერ ხალხო ჩემმა მშობლებმა მომაკითხეს, ცოცხალი ხარ თუ არაო და ცხენი მოეწონათ. დაუმეგობრ, ჩემზე მაგრამ ამათ შეუყვარდათ უკვე ვასიკო მემგონი. სტაფილოს მოუტანეს რომ აჭამონ. ზრუნავენ, მოუტეხე? აქედან კი მე და ვასიკო პირდაპირ მოწამეთისკენ გავეშურეთ, სადაც კიდევ კარგი და ახალი მეგობარი შევიძინეთ. მეგობრებო, ეხა ამოვედი მოწამეთაში, ეს ადგილი რო არ მენახებინა თქვენთვის, ისე რომ წავსულიყავი იმერეთთან, უბრალოდ დანაშაული ხდებოდა, იმიტომ რომ ულამაზესი ადგილია, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხეობა არის მთელ საქართველოში ჩემი აზრით რა. მართალი ამით ცოტა გზა გავიმრუდე, ესე რომ ვთქვა, მაგრამ არაუშავს ღირს ეგ რამდენიმე კილომეტრი იმედ რომ ეს ადგილი განახოთ და ვასიკოსაც ვანახე. ვასიკო მოგწონს? საღამოს კი მე და ჩემი მოოჯახმა ერთად განვიქარვეთ, რაც 5 დღიანი ცხენით ლაშქრობის შემდგომ მართლაც რომ დიდი мотиваცია იყო ჩემთვის დარჩენილი 5 დღის გადასალახად. დილით კი მე და ვასიკომ ენერგიაზე გავიღვიძეთ და ესე აქტიურად შევუდექით რიკოთის აღმართების გადალახვის მისიას. იუჰუ! რა კარგია, მიდი ჩემო პატარაო. მიდი ვასო! ოპა, მიდი. უმაგრესი გზნობა, ხალხო, დავაი. დავიდა. მიდი. მაგრამ სამწუხაროდ წვიმათავს არ გვანებებდა და შიგადაშიგ ესე დასველება გვიწევდა გზაზე. ძალიან დასწყო მეგობრებო და გაჩერებაზე შემოვედით ესე მე და ვასიკო. ესე გაჩერებაზე უსტით რომ ცოტა გადაიგო, სწორედ ძალიან ცუდი წვიმა არის. ასე წვიმაში ახლა ჯაჯილობით ვერ ვარ, და როგორ სველი ვარ ხიარა. წვიმის მიუხედავად მე და ვასიკო გზას მაინც რაინდულად მიუყვებოდით და სულ მალე ვასიკო მისი გულის სწორიც იპოვნა. ოპა, ვასიკოს გამოუჩნდა მე მგონი აკლოვნიკი. უკაცრავად თქვენ რა გქვიათ? თქვენი სახელი? არ ვიცი, არაფერი. თუმცა მე არ მახსოვდა ერთი ფაქტი, რომ ვასიკო დაკოდილი იყო. სამწუხაროდ. ავედით თბილისისკენ. რიკოთის აღმართებს უნდა შევეჭიდოთ მე და ვასიკო. მე მიყვარს მთელი ჩემი YouTube ვიდეოს ეს კლინ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 клინклინკლინკლინკლინკლინკლინკლინკლინკლинкл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 ин
ადამიანი, რომელიც ცხენს ჩემზე უკეთ და თავდაჯერებით ატარებდა. აკატარებინო? რა? იცი ოჯოლი? რა ქვია? მე მაქსიმ. მაქსიმო. რამდენი წელი ხარ? მე რო 8 წელს ვიყავი რა ვიცი ცხენის ტარებ. ჩემზე უკეთ ატარებს მე მგონი ხალხო ეს ცხენს. მაქსიმო. აია? აი ცხენია? აბა, კარგად, 10 შეგააგზელებს რა. აი მე აქ დავრჩები, მეგობრებო, მაქსიმე ჩამოვა თბილისში. რიკოთის აღმართებზე სიაულის შემდგომ კი მეორე დღეს უკვე უბისას ულამაზეს მონასტერს მივადექით.
მე და ვასიკომ ბევრი ვიარეთ, გადავიარეთ 9 ზღვა და 9 მთა და როგორც იქნა მივედით იმ გვირაბის ზედა წერტილში, რომელშიც ალბათ ყველას გაგვივლია. ეხლა მე და ვასიკო ვართ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გასაყარზე. ლიხის ქედზე. მე და ვასიკომ უკვე გამოვიარეთ ნახევარი საქართველო, მაგრამ ყველაზე საინტერესო ჯერ წინა, რადგან თბილისში უნდა ჩავიდე და იქამდე რა თქმა უნდა შევიაროთ ხაშურში, რადგან ხაშურს გვერდით ვერ გავოვედით. ხო მართალი ვარ ვასიკო? ხაშურს უნდა განახო უეჭველი. წავედით. ხაშურს ქათქათას, ხაშურს თვალწარმტაც, როგორ მიხარია აქ რომ ვარ. ბოდიში ჩემი ვოკალისტი, წავედით გადავყვეთ ხაშური. ესეც ასე მეგობრებო, ხაშურის ცენტრალურ ფანტანთან ავართ მე და ვასიკო და აქედან მივდივართ ქარელში. ვასიკო, როგორ მოგწონს ხაშური? ამ კაცმა TikTok-ზე მომწერა რომ არ წახვიდეო. დაუცადე მეც და მოვიდა მომის, რა ქვია? დათ. დავით, სასიამოვნო. აი, TikTok-იდან მისწო თუ YouTube-იდან? YouTube-დანაც და TikTok-დან. აი, ჯიგარი, გადაიგე ბაქი. საიდან მისწო? YouTube-დან? აი, ხა ხაშურიდან გავდივარ და განადგურებული ვარ, ესე დაღლილი ვარ. თან სიცხეს მაძლევს, იმიტომ რომ გავცივდი ეთქობა, იმერეთში როცა წვიმაში დავდიოდი. მაგრამ ანუ აი ადამიანები რომ მოდიან და მეხუტებიან და რაღაცებს მეუბნებიან, ძალიან ვივსები მაინც მაგით და ხვდები რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ მე და ვასიკო და მადლობა ყველას რა. ჩამენგრა ყველაფერი აღარ მინდა. სახლში მინდა, დედა მინდა, დედა. ამასაც დედა უნდა ალბათ რა ვიცი. რა ვეღარ ჩამოვედი. ურა სტაბილიზაცია ექნება ამ კადრს. ბოდიში ხალხი. ეს არის დღე მე რამდენი აღარ ვიცი, მაგრამ ზურგი აი აღარ მაქვს, ძალიან მткиვა. მე დასპიცავარი აი ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ თბილისში და საწლოში დავიძინებ. დავიბან და ადამიანს დავემგვანებ. თუმცა დაღელობასთან ერთად იზრდებოდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც გზაში მცნობდნენ, რაც მართლაც რომ დიდი мотиваცია იყო. და ძირითადად ეს ხდებოდა ჩემი სოციალური მედიის არხების დახმარებით, ასე რომ თუ ჯერ კიდევ არა გამოწერილი ჩემი Instagram არხი, შეგიძლია რომ გადმოხვიდე და გამოიწერო. თუმცა სამწუხაროდ ქარელამდე ამ საღამოს ვერ ჩავაღწიე და კარვის გაშლა მომიწია ის ადგილას, სადაც ეს დიდად რეკომენდირებული არ იყო. მადლობა. აი ჯვარი რო ასვია, მანდ არიან ხოლმე ტურები თუ? გადაყოლებაზე შეგიძლია იქალი. მე ღამე ზამთარში აღაწუხებენ ხოლმე ეს ტურები? დადია გასვია ხო? ბევრი არიან ისე? ჭალებია. აბა ვინ დათulis არის? ხო, ისე ანუ ბევრი არიან, სავარაუდოდ. ხო, მითხრეს მე ამიდამოში არის ხშირად ესო რა ქვია. ტურაო, იცისო. ხოდი შევაჯამოთ ჩემი დღევანდელი დღე. მოკლედ, სიცხე მაქვს. სახსრებში მტეხავს. აქ ვიღაცა მითხრა საათ შენ კარავი გაშლილი გაქვს, მან ტურები ჩამოდიან ღამე და ფრთხილად იყავით ცხენი, ან შენ არ შემჩამონო. გარეთ საშინელია ვიგია. და ყველაფერი მაინც იდეალურადაა. დუილიო, წყაროდან ჭიქას მწამოიღებ 60-ელი პირველი საკითხული არ აქვს. რამდენიმე დღე დამრჩა სულ, აი სულ რამდენიმე დღე დამრჩა და იმედია გაუძლებ და იმედია ხვალ სიცხე არ მექნება. და დღეს რომ კარავში შრალად ვიქნები და კარგი საძილე მექნება, ამისთვის მადლობა კიდევ ერთხელ კემპშიერს, რომ აი ესე შემიძლია მაღაზე მაინც არ ვიდარდო და იმედია ამ კარავს არც ტურები არ ეკარებიან, თორე ძალიან არ მინდა ტურებთან ბრძოლა. ეს არის მეზარება რა, არ მინდა. და ისევე როგორც წინა დღეებში, სამწუხაროდ ამ ღამესაც მთელი ღამით წვიმდა. გავიგე და ესეთი კიანური ამინდი დამხდა ხალხო გარეთ. გავაფრთხილე, შემდეგ შევეცი, შემდეგ. თუმცა ჩემზე მეტად ხშირად ვასიკო მეწოდებოდა, რადგან გარეთ წვიმაში უწევდა ხოლმე ყოფნა. ესე გამოიყურება ჩემი ძალიან წვიმიანი დღე, მეგობრებო, და უნდა გავეშურო გორისკენ. და ხო ერთ რამეს მიხვდი, მამალი არის არსება, რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება სოფელში. ანუ აღარ შემილია, რა ჯანდაბის ხმას უშვებენ, მეძინება. და ამ მაჟორულ ფონზე გთავაზობთ სიმღერას, რომელიც ღამე მარტოობისას დავწერე. დამისველ და ვასიკო დამისველ და კარავი დათარსული მოვდივარ
ზაფხული თუ ზამთარი თბილის მალე ვეწვევი თბილისი მალთა შევხვდებით ჩემო კარგო ხალხო იმედია დროის გასვლასთან ერთად გზაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იცნობდა, მიჩერებდა და მესალმებოდა, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება მისი უნიკალურობის გამო. ეს ნახეთ, ხალხო, რა გიჟი კაცი გავიცანე. დაწოლილია ტანებს. გავარჯობა. გამარჯობა. ვინ არის ეს, რა ქვია? ჯიგარი. ტიკტოკერი ვარ. დილაიქებ ხომ? ვა, ჯიგარი ხარ. ვა, უნაგირის გარეშე ხარ და შე? ჩუშედე დამოწურვათ. სამშობლო საღოლ ზვაო შეხო მიხარ კაცი აგევშვიდობები ამა ჩემო კარგათა ჯანმრთელობა და ყველაფერი ეხლა შემოვედით გორში და ადამიანების უმეტესობა სიგნალით გვესალმება რა და ძალიან გადაობა აი კიდევ ერთი როგორც ჩანს ჩემი ინსტაგრამის და ტიკტოკის არხები კარგად მუშაობს ასე რომ თუ გამოწერილი არ გაქვთ თქვენც გამოიწერეთ რომ წინასწარ იცოდეთ ინფორმაცია თუ რა დაიდება YouTube-ზე კიდევ ერთი მოსტალბება იყო ალბათ წინ კიდევ ბევრი იქნება გზად კი ვასიკომ გთხოვა რომ აუცილებლად სტალინის სახლ-მუზეუმი მეჩვენებინა მისთვის და რა თქმა უნდა გორშიც გავიარეთ გორშიც ჩამოვედით მე და ვასიკო მეგობრებო სულ ცოტა გვაკრია თბილისამდე და იმედია რომ შევძლებთ და ჩავალთ და ამინდის გამოვა უკან კი ხედავთ სტალინის ვაგონს აქ რო არ მოსულიყავი და რო არ მენახებინა შენთვის არ შეიძლებოდა როგორია მოგწონს განცვიფრებულია საოცარი ვაგონიაო ესე მითხრა გორიდან სულ ცოტა გვჭება თბილისამდე და ყველაფერი გამოვა რა მინდა ყველაზე მეტად კი დაბანა ჩემი მოგზაურობის მე-9 დღეს კი მოხდა ისეთი რაღაც, რასაც გულის სიღრმეში სიმართლე რო გითხრათ, ხშირად წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ამ მოგზაურობის დროს სახლში დამპატიჟებდა. და აი ისიც. ვიღაცამ გააჩერა და მორბის, არ ვიცი რა. გამარჯობა. როგორ ხარ? აუ, გეხოთები ჩაგეხუტა. აი, ვიცოდი რომ გორში იყავი და აი საერთოდ შემეთქი გორში და თუ სადავდა და გავაჩერე თქო ფოტო გადავიღოთ გთხოვ აი ამას ხო სხვაგან ბევრგან ვერ შეხვდები რომ აი ესე გზაზე გამიჩერეს ადამიანებმა და საკუთარ სახლში დაპატიჟეს თავისთან რა ანუ მაგ ხურივ საქართველოს არის უკარგესი ქვეყანა და მაგიტო უყვარს ძალიან ბევრ სხვა ტურისტს რომ ეგ ადამიანური რაღაც ამბები ჩვენ გვაქვს შედარჩუნებული რომლებიც არ აქვს სხვა ბევრ ქვეყანას რეალურად რა. ნატალიას ოჯახმა ნამდვილად ისე მიმიღო როგორც დიდი ხნის მეგობარი და მეც თავი ისე ვიგზენე თითქოს ამ ხალხს დიდი ხანია ვიცნობ. ეს იყო ადგილი სადაც ნამდვილად მივხვდი თუ რას ნიშნავს სიტყვები თავი ისე იგზენი როგორც საკუთარ სახლშია. საღამოს რა თქმა უნდა ტრადიციულად რამდენიმე ჭიქას დავლიეთ. მოგა თქვენ რომ მიმასპინძლეთ და სახლში მომიპატიჟეთ ასე. და ჩემი რამდენიმე წუთის წინ ნათქვამი ოცნებაც ამიხდა ვიბანავე. ვასიკომაც როგორც იქნა კარგად დაისვენა, კარგი საჭმელის ჭამა და დღისით ყველა ერთად მოვეფერეთ და ესე გადავედით YouTube-ის ბოლო და დასკვნით დღეზე, თუ როგორ ჩავედით თბილისში. მაგრამ იქამდე ხომ ეს აუცილებლად მოხდარიყო. ისევ საშინელი ამინდი, ხალხო, ნახეთ რა ჯანდაბა ამინდია. არ გვიმართლეთ ამის. ხეთა, ხალხო, ხეთა, ნახეთ, ჩვენ ეს შევწელი. და სანამ თბილისში შემოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, ჩემი მეგობრები თბილისის შემოსასვლელში იკრიბებოდნენ, რომ მე დამხვედროდნენ. აქ ცხენს ხომ არ გაუვლია შემთხვევით? არც. ცხენს ხომ არ გაუვლია აქ შემთხვევით? არა. ცოტა ხანში ხილავთ ვაშეთ არ გაუვლია. ესე იგი, არჩი ჯერ კიდე გზაშია და ჩვენ გვალოდინებს არჩი მინდა გითხრათ. თბილისში ვართ, მეგობრებო, ეს ადგილი ალბათ ყველას გეცნობათ. ჩვენ ეს შევძელით. როგორც გავიგეთ, ჩემი მეგობრები მელოდებიან, ეხლა წინ და წამო ისინი ვნახოთ თუ რას გოეტყვიან. ნუ თელი თბილისი აქ უნდა იყოს, უბრალოდ ნახევარი თბილისი ვარკეთილში დგას, კეთიეგი დუნაშვილის კონცერტი არისო და იქით არიან. ვა, ეხა აჩიზია დამოკიდებული, თუ აგაზავა და რაღაცა წეღან დავინახე ავტობანზე, მანქანებს უსწრებ და მანქანები გაოგნებულები უყურებდნენ და რა ვიცი. სერიოზულად მოქროდა. აცი! ბარო ხალხი რავა ხარ ვასიკა აქედან მივდივართ ყველანი ჩემთან ხალხო წერეთელზე ყველანი და რა ვისწავლი ამ მოგზაურობიდან
პირველ რიგში ის, რომ თუ გულით გირა რომ რაღაც გამოვა, აუცილებლად უნდა განისკო. მოგზაურობის დასაწყისში ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემი გამოცდილებით 10 დღე ცხენზე ვერ ვიჯდებოდი. მაგრამ ფაქტია ეს შევძელი და ეს შენი დამსახურებაცაა, რომელიც ეხლა ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებ. ყველა თქვენგანი, ყველა ადამიანი, რომელმაც გზაზე თუნდაც ერთხელ მომისიგნალა სალამის ნიშნად, ძალიან დიდი мотиваცია იყო ამ უსასრულო გზაზე. თუმცა ჩვენი ამბავი აქ არ მთავრდება, რადგან წინ კიდევ უფრო მეტი მოგზაურობა და ბევრი გამოწვევა, სადაც თქვენთან ერთად გავრისკავ. შენ კი იმისთვის, რომ ჩემთან ერთად იმოგზაურო, გამოიწერე ჩემი არხი. და თუ ჯერ კიდევ არ გაგირისკავს, იმედია ეს ვიდეო კარგი мотиваცია იქნება შენთვის, რადგან ყველაფერი აუცილებლად გამოვა.